ამ ვიდეოში ვისაუბრებთ გლიკოლიზზე. გლიკოლიზი ეს არის გლუკოზის დაშლის რეაქცია, რომლის დროსაც ვიღებთ ორ მოლეკულა პირუვადს. დავიწყოთ საფეხურების განხილვა. პირველ საფეხურზე გლუკოზა გარდაიქმნება გლუკოზა 6 ფოსფატად, ჰექსოკინაზას და გლუკოკინაზას ზემოქმედებით. ამ რეაქციის დროს იხარჯება ერთი მოლეკულა ATF და მიიღება ADF. რეაქცია არის შეუქცევადი. შემდეგ საფეხურზე გლუკოზა 6 ფოსფატი ფოსფოგლუკოიზომერაზას ზემოქმედებით გარდაიქმნება ფრუქტოზა 6 ფოსფატად. ეს რეაქცია არის შექცევადი. ფრუქტოზა 6 ფოსფატიდან კი ვიღებთ ფრუქტოზა 1,6 ბიფოსფატს ფოსფოფრუქტოკინაზას ზემოქმედებით. რეაქცია არის შეუქცევადი, იხარჯება ერთი მოლეკულა ATF და გამოიყოფა ADF. ამის შემდეგ უკვე იწყება გახლეჩი სტადია, ფრუქტოზა 1,6 ბიფოსფატი ალდოლაზას ზემოქმედებით გარდაიქმნება დიჰიდროქსიაცეტონ ფოსფატად და გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატად. რეაქცია არის შექცევადი, რაც შეეხება დიჰიდროქსიაცეტონ ფოსფატს, ის შესაძლოა გარდაიქმნოს გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატად და გლიკოლიზის გზაში სწორედ გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატი აგრძელებს გზას. გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატიდან მიიღება 3 ფოსფოდეჰიდროგენაზას ზემოქმედებით 1,3 ბიფოსფოგლიცერატი. რეაქციის დროს იხარჯება NAD+ მოლეკულა, მიიღება NADH და ეს საფეხური გამოყოფს ATF-ის ერთ მოლეკულას. ამის შემდეგ 1,3 ბიფოსფოგლიცერატიდან მიიღება 3 ფოსფოგლიცერატი ფოსფოგლიცერატ კინაზას ზემოქმედებით. შემდეგ 3 ფოსფოგლიცერატიდან ვიღებთ 2 ფოსფოგლიცერატს ფოსფოგლიცერატ მუტაზას ზემოქმედებით. 2 ფოსფოგლიცერატიდან კი ენოლაზას ზემოქმედებით მიიღება ფოსფოენოლ პირუვატი, რომლის დროსაც გამოიყოფა წყლის მოლეკულა და ბოლო საფეხურზე ფოსფოენოლ პირუვატიდან პირუვატკინაზას ზემოქმედებით მიიღება პირუვატი. რეაქცია არის შეუქცევადი და გამოიყოფა ერთი მოლეკულა ATF. რაც შეეხება ჯამურად რაოდენობას, თუ რამდენი მივიღეთ პირუვატი ATF წყალი და NADH-ში, გამოითვლება შემდეგნაირად. როგორც ხედავთ, დაიხარჯა ორი მოლეკულა ATF, მაგრამ როდესაც მეორე სტადიაზე გადავედით, ანუ გახლეჩის სტადიაზე, ჩვენ ვთქვით, რომ მიიღება ორი მოლეკულა გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატი. შესაბამისად, გლიკოლიზის გზას აგრძელებს ორი მოლეკულა გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატი და მიიღება 4 მოლეკულა ATF, მაგრამ ორი რახან დაიხარჯა, ჯამში გვაქვს ორი მოლეკულა ATF. იმავე მიზეზით გვექნება ორი მოლეკულა წყალი და ორი მოლეკულა NADH. ახლა განვიხილოთ თითოეული საფეხური უფრო დეტალურად. დავიწყოთ გლუკოზის გარდაქმნით გლუკოზა 6 ფოსფატად. როგორც ვიცით, ამ რეაქციას აკატალიზებს ჰექსოკინაზა და გლუკოკინაზა. მათ შორის განსხვავება არის ლოკალიზაციაში. ჰექსოკინაზა გვხვდება უმეტეს ქსოვილში, ხოლო გლუკოკინაზა გვხვდება პანკრეასსა და ღვიძლში. ჰექსოკინაზას ინჰიბირებაზე მოქმედებს გლუკოზა 6 ფოსფატი, ხოლო გლუკოკინაზას გლუკოზა 6 ფოსფატი ვერ აინჰიბირებს. რაც შეეხება ინსულინის გავლენას, ინსულინის გავლენა არ აქვს ჰექსოკინაზაზე, ანუ მისი გავლენით ჰექსოკინაზა არ აქტიურდება. რაც შეეხება გლუკოკინაზას, გლუკოკინაზას შემთხვევაში, როდესაც ინსულინის დონე არის მომატებული, მისი აქტივობაც იზრდება. გლუკოკინაზას მაინჰიბირებელ გავლენას კი ახდენს ფრუქტოზა 6 ფოსფატის დონის მომატება და გლუკოზას შემცირება. გლუკოზას შემცირება იმავე მიზეზით, რაც ზემოთ თქვი, ანუ თუ გლუკოზა შემცირდა, ინსულინის დაქვეითდება. ახლა განვიხილოთ შაქრის დონის ცვლილება, როგორ გავლენას ახდენს ჰექსოკინაზას და გლუკოკინაზაზე. რომ შევაჯამოთ, როდესაც შაქრის დონე არის მომატებული, უკვე ვთქვით, რომ ინსულინი გავლენას ვერ ახდენს ჰექსოკინაზაზე, შესაბამისად ჰექსოკინაზა არ აქტივირდება, მაგრამ აქტივირდება გლუკოკინაზა. და მომატებული შაქრის დონის შემთხვევაში ღვიძლში გლიკოგენის სინთეზი ძლიერდება. რაც შეეხება შემცირების შემთხვევაში, როდესაც შაქრის დონე შემცირებულია, ბუნებრივია ინსულინის დონეც დაქვეითებულია, ამ დროს აქტიურად მუშაობს ჰექსოკინაზა, რაც შეეხება გლუკოკინაზას, ინსულინის შემცირების გამო ის ვერ აქტიურდება. და ამ შემთხვევაში გლუკოზის ტრანსპორტი გაძლიერებულია სხვადასხვა ქსოვილებში. ახლა განვიხილოთ შემდეგი რეაქცია, ეს არის ფრუქტოზა 6 ფოსფატის გარდაქმნა ფრუქტოზა 1,6 ბიფოსფატად. რეაქციას აკატალიზებს ფოსფოფრუქტოკინაზა 1 და მასზე გამოაქტივირებელ და მაინჰიბირებელ გავლენას ახდენს შემდეგი მექანიზმები. აინჰიბირებს ამ რეაქციას ATF-ის მაღალი დონე და ციტრატის მაღალი დონე, ხოლო ააქტიურებს AMF-ის მაღალი დონე, ანუ AMF-ის მაღალი დონე მიუთითებს, რომ უჯრედს ენერგია ესაჭიროება. რაც შეეხება მეორე გამოაქტივირებელ ფაქტორს, ეს არის ფრუქტოზა 2,6 ბიფოსფატი. ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ფრუქტოზა 2,6 ბიფოსფატი, როგორ ააქტიურებს რეაქციის ამ საფეხურს. როგორც ხედავთ, ფრუქტოზა 1,6 ბიფოსფატიდან ფრუქტოზა 1,6 ბიფოსფატაზას ზემოქმედებით მიიღება ფრუქტოზა 6 ფოსფატი.
ფრუქტოზა 6-ფოსფატიდან კი ფოსფოფრუქტოკინაზა 2 ზემოქმედებით ვიღებთ ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატს. და არის პირიქით. ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატიდან ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატაზა ზემოქმედებით მიიღება ფრუქტოზა 6-ფოსფატი და ფოსფოფრუქტოკინაზა 1 ზემოქმედებით მიიღება ფრუქტოზა 1,6-ბიფოსფატი. ის თუ რომ საით წარიმართება რეაქცია დამოკიდებული არის მაძღრობის და შიმშილის სტადიაზე. როდესაც გვაქვს მაძღრობის სტადია, ანუ მომატებულია გლუკოზის დონე, შესაბამისად იზრდება ინსულინის დონეც. ინსულინი კი იწვევს ფერმენტების დეფოსფორილირებას. დეფოსფორილირებით კი აქტიურდება არა ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატაზა, არამედ ფოსფოფრუქტოკინაზა 2. შესაბამისად, გაიზრდება ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატის დონე, რომელიც გამოაქტივირებელ გავლენას ახდენს ფოსფოფრუქტოკინაზა 1-ზე. რაც შეეხება შიმშილის სტადიას. შიმშილის სტადიის შემთხვევაში გლუკოზის დონე შემცირებულია, ინსულინი ქვეითდება, შესაბამისად აქტიურდება გლუკაგონი. გლუკაგონს კი ფერმენტებზე აქვს ფოსფორილირებელი გავლენა, ანუ იწვევს ფოსფორილირებას. ფოსფორილირებით კი აქტიურდება უკვე ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატაზა. შესაბამისად მცირდება ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატის დონე და მისი შემცირებული დონე ვეღარ აქტიურებს ფოსფოფრუქტოკინაზა 1-ს. ანუ რომ შევაჯამოთ, როდესაც გვაქვს მაძღრობის სტადია, გლუკოზა მომატებულია, ინსულინი მომატებულია, იმატებს ფოსფოფრუქტოკინაზა 2, იმატებს ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატი და ქვეითდება ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატაზას აქტივობა. რაც შეეხება შიმშილის სტადიას, როდესაც შიმშილის სტადია გვაქვს, გლუკოზა დაქვეითებულია, ინსულინი შემცირებულია, ფოსფოფრუქტოკინაზა 2 ქვეითდება, ასევე ქვეითდება ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატი და მომატებულია ფრუქტოზა 2,6-ბიფოსფატაზას აქტივობა. ახლა განვიხილოთ ბოლო საფეხური, ეს არის ფოსფოენოლ პირუვატიდან პირუვატის მიღება. ამ რეაქციას აკატალიზებს პირუვატკინაზა, რეაქციის შედეგად გამოიყოფა ATF-ის მოლეკულა, მასზე გამოაქტივირებელ გავლენას ახდენს ფრუქტოზა 1,6-ბიფოსფატი, ხოლო აინჰიბირებს ATF-ის მომატებული დონე, ალანინი, გლუკაგონი და ეპინეფრინი. გლუკაგონის და ეპინეფრინის მაინჰიბირებელი გავლენა გამოიხატება იმაში, რომ ისინი იწვევენ პირუვატკინაზას ფოსფორილირებას, ხოლო ფოსფორილირებული პირუვატკინაზა ინჰიბირდება. განვიხილოთ გლიკოლიზის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები. პირველი განვიხილოთ გლუკოკინაზას დეფიციტი. გლუკოკინაზას დეფიციტი არის თანდაყოლილი დაავადება. როგორც ვიცით, გლუკოკინაზა არის ფერმენტი, რომელიც გვხვდება ღვიძლსა და პანკრეასში და მონაწილეობს გლიკოლიზის პირველ რეაქციაში. ანუ ის გლუკოზას გარდაქმნის გლუკოზა 6-ფოსფატად. როდესაც გვაქვს გლუკოკინაზას დეფიციტი, ბუნებრივია გროვდება ჭარბი რაოდენობით გლუკოზა და ვითარდება ჰიპერგლიკემია. ამ ჰიპერგლიკემიას სწორედ ამწვავებს ორსულობის პერიოდი და ორსულთა დიაბეტის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ იყოს გლუკოკინაზას დეფიციტი. შემდეგი განვიხილოთ პირუვატკინაზას დეფიციტი. პირუვატკინაზა არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს გლიკოლიზის ბოლო რეაქციაში, ანუ ფოსფოენოლ პირუვატს ის გარდაქმნის პირუვატად. ამ რეაქციის შედეგად მიიღება ATF-ი და როდესაც გვაქვს პირუვატკინაზას დეფიციტი, ბუნებრივია მცირდება მიღებული პირუვატის რაოდენობაც და ასევე შემცირებულია ATF-ის დონეც. დაავადება არის აუტოსომურ რეცესიული და განსაკუთრებით დამაზიანებელ გავლენას ახდენს ერითროციტებზე. როგორც ვიცით, ერითროციტებს არ გააჩნია უჯრედული სტრუქტურები, შესაბამისად არ მიმდინარეობს TCA ციკლი და ის ენერგიის წყაროდ იყენებს ანაერობულ მეტაბოლიზმს. მაგრამ როდესაც პირუვატკინაზას დეფიციტი გვაქვს, შესაბამისად ანაერობული მეტაბოლიზმიც ქვეითდება, შედეგად ATF-ის დონეც მცირდება, უჯრედის მემბრანა ზიანდება, ვითარდება ფაგოციტოზი ელენთაში. შედეგად გვაქვს შემდეგი სიმპტომები, როგორიც არის სპლენომეგალია, ექსტრავასკულური ჰემოლიზი და დაავადების პირველი გამოვლენა არის ახალშობილებში. შემდეგი განვიხილოთ პირუვატის მეტაბოლიზმის გზები. პირუვატს გააჩნია მეტაბოლიზმის ანაერობული და აერობული გზა. ის გარდაიქმნება აცეტილკოენზიმად, ჩაერთვება TCA ციკლში, ეს არის მისი აერობული მეტაბოლიზმის გზა. მეორე მხრივ კი ანაერობულ მეტაბოლიზმში პირუვატის ჩართვა განაპირობებს ლაქტატის მიღებას ფერმენტ ლაქტატ დეჰიდროგენაზას ზემოქმედებით, რის შედეგადაც გამოიყოფა ნატ+ იონები. როდის აქტიურდება ანაერობული მეტაბოლიზმის გზა? ის აქტიურდება, როდესაც ჟანგბადის დონე არის შემცირებული. ეს შესაძლოა იყოს ჰემოლიზის დროს, მიოკარდიუმის ინფარქტის, ზოგიერთი სიმსივნის დროს. როცა ჟანგბადის დონე ქვეითდება, ეს იწვევს იმას, რომ TCA ციკლი ფერხდება, აღარ მიმდინარეობს და აქტიურდება ლაქტატ დეჰიდროგენაზა. შედეგად მიიღება ჭარბი რაოდენობით ლაქტატი, ქვეითდება pH-ში, ასევე მცირდება HCl3-ის იონები და ვითარდება აციდოზი.
სწორედ ამ მექანიზმზე არის დამყარებული კუნთოვანი კრამპების განვითარება. როგორც ვიცით, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს გაძლიერებულია გლიკოლიზის პროცესი, შესაბამისად იხარჯება დიდი რაოდენობით ნადი და ეს იწვევს ნადიონების დაქვეითებას. ანუ იზრდება NADH NAD+-ის თანაფარდობა. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ირთვება ანაერობული მეტაბოლიზმი, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით NAD+ იონები. ამის შედეგად წარმოიქმნება ლაქტატი ჭარბი რაოდენობით, კუნთებში pH-ი ქვეითდება, რაც იწვევს ტკივილის განვითარებას კუნთებში. ეს იყო ვიდეო გლიკოლიზის შესახებ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.